დილამშვიდობისა საყვარელო მეგობრებო, სმენელო. ესე იგი ჩვენ გუშინ ვიყავით ჭაჭუნაში და ჭაჭუნადან წამოვედით, შემდეგ ღამით ვიარეთ და ნახეთ რა დღეშია მანქანა. გავიწუწეთ ისეთ ადგილებში მოგვხვდა სიარული, რომ მეც გავიწუწე, მანქანაც გაიწუწა და ყველაფერი გაიწუწა. ამ მანქანით მე დავდივარ და იმ მანქანით ჩემი მეუღლე. ხო და აი ნახეთ ამას პანჯარა გატეხილი აქვს, ჩაუტყდა და სანამ გააკეთებენ მოგვიწია მაინც წამოსვლა და შიგნით სულ გავწუწეთ, ნახეთ. ხო და მეც გავიწუწე. აი აუ ეს რა არის მოტყდა? მომიწევს. აი ნახეთ რა ლამაზი ადგილია. ეხლა ამ ადგილზე გავჩერდით, იმიტომ რომ გუშინ ცეპლენია გაუფუჭდა დიდ მანქანას და აქ მოგვიწია გაჩერება, მაგრამ ისეთი ლამაზი ადგილები, ახლა იქით რომ წავალთ, ვნახავთ საბერებია, საბერები იცით ხომ, ძალიან ლამაზი ადგილია. ხო და აი ამ ადგილზე მეგობრებო გამეხსნა გუშინ გამეხსნა გუშინ და დღეს პოსტიც გავჩარხე, რა სიტყვა ხომ და ეს ქვები რატოა აქ? ხო, კი, საქართველოს მართლა ენერგეტიკულად მაღალი ენერგეტიკის ადგილები აქვს და ერთ-ერთი ასეთი არის საბერები, სადაც თქვენ იცით რომ ძალიან ბევრი ეკლესიაც აღმოაჩინეს საბერებში და ეს ადგილებია, სადაც ვამბობ ხოლმე რომ აი ამ ადგილებში მეგობრებო ძირითადად ყველგან იყო დასახლება. თუ ეხლა ესენი არ ჩანს, არტეფაქტები ყველგან გვხვდება მიწაზე მიმოყრილი. ამიტომ გამოსაკლევია ეს ადგილი, ეხლა ეს ცოტა მოშორებით არის, მაგრამ კამბისენა, ხო, კამბისუს რომ არსებობდა ესეთი ეგვიპტელი მართველი კამბისუს, ქონდა თუ არა აი ამ ადგილს კამბისუსთან რამე საერთო. იმიტომ რომ ამ ადგილს ეძახდნენ კამბისენას და კამბისუსი და კამბისენა ძალიან ახლოს არის სიტყვიერად ერთმანეთთან და მე ვფიქრობ რომ ჩემი აზრით ეგვიპტე როცა არის ნაგულისხმები, პირველ რიგში მოისაზრებოდა ეს ადგილები, აი ეს ადგილები, საქართველოს ეს ტერიტორიები. ეხლა აქ კიდე დაჭერა არის და იმიტომ შემიძლია გადმოგცეთ, თორე ისეთი ადგილებია ამ ადგილებში, საიდანაც დაჭერა არ მაქვს და ვერ გაწვდით ხოლმე ვერც სურათს და ვერც ხმას. აი იქ აუცილებლად უნდა იყოს ადამიანი მისული და ნახავს რომ ეგვიპტეც აქ არის და ყველაფერი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეგვიპტე არ არსებობს, მეორე ეგვიპტე, ხო? რა თქმა უნდა არსებობს და ჩემი აზრით ეს არის კოპირაითი ყველაფერი, აი თითქმის აქაური განადგურებული ადგილები, სადაც ვთქვათ დააკოპირეს და წაიღეს მერე სხვა ტერიტორიებზე, იმის მიზნით რომ გადარჩენილი იყო რაიმე სახის ცოდნა, იმიტომ რომ იმ ადგილებში ეგვიპტეში არ არის მთიანი ადგილები მეგობრებო და ფაქტიურად ვერ შექმნიდნენ ისეთ გარემოს რომ კვინტესენციამდე მიეღწიათ რაღაცა სიმაღლეზე, ამიტომ მათ შექმნეს ხელოვნური პირამიდები, ხელოვნური მთები, რომ მათ იგივენაირად ქონოდათ წვდომა ზეცასთან. და ეხლა მოდი ვიკითხოთ რა არის ზეცასთან წვდომა რა, ისა მართლა მთვარისა და მზის დანახვა ხო არ არის არა? და მე ვფიქრობ რომ ზეცასთან წვდომა იყო ის წვდომა
რომელი ინფორმაციაც მოდიოდა უშუალოდ როგორც ანტენები დღეს რომ ყველგან მრგვალი ბურთი დააყენეს, როგორც ანტენები ისე მოდიოდა ინფორმაცია იმ წყაროდან. იმ წყაროდან ნიშნავს იმას, რომ ეხლა არსებობს 9 ცა, ხო? მარტო ჩვენ რასაც ვხედავთ, ის ცა ხო არ არის, იმის იქით კიდე 9 ცა. 9 ცა კიდე არის ქართული აღნიშნული სიტყვა და ნიშნავს უამრავი ცა. ანუ მარტო 9 კი არა, 9 ნიშნავდა უამრავს. და უამრავი ციდან რომელი გასული ინფორმაციებიც ხო ეხლა ადამიანები მარტო რამდენიმე ათასი წლის ხომ არ არიან, უამრავი ცივილიზაციები არსებობდა და უამრავი ცივილიზაციები დაიხურა და დაიკეტა რაღაცა მიზეზების გამო, მაგრამ ისინი ხომ გვაწვდიან ჩვენ ინფორმაციას და იცით რომ საერთოდ არაფერი იკარგება, ხო? არ არის აუცილებელი ისინი ფიზიკურობაში არსებობდნენ, მაგრამ არსებობს როგორც ინფორმაციული წყარო იმ წარსულისა, რომელიც გაიფანტა სივრცეში და აი იმის დაჭერა ხდებოდა, მეგობრებო, ზუსტად ამ მთიანი ადგილებით. ეხლა ეს რა მთებია, ესენი კიდე არ არის ის მთები, რაც ვთქვათ, აი გამოვიარეთ და შეიძლება კიდე გავიაროთ. ესენი არის ადგილები, სადაც პირამიდული ნაგებობებით, ანუ წყობით სისტემა არის ესეთი. ადიხარ რაღაცა რადიუსს ქმნი და ამ რადიუსის დაბოლოებით, რადიუსების ბოლო წერტილი, რომელიც ერთდება სივრცეში, ფიზიკურ სივრცეში, აი ეს არის უკვე ის ადგილი, სადაც იღებ ამა თუ იმ სიხშირის ინფორმაციას. ამიტომ დგებოდნენ ისეთ ადგილებში, სადაც პირამიდესებული ბური მთა იყო და იმ მთის წვერზე დადგებოდნენ და ყველა ძირითადად ეკლესიები ასეთ ადგილებზე დგას და ეკლესიებს არ ჰქონდათ გუმბათი, არამედ მათ ჰქონდათ აი ესეთი კუთხოვანი სამკუთხედი არა ქვია მაგას ეხლავე სამკუთხედი თავი რუსულად კრიშა თავი სადაც გუმბათი კი არ იყო გუმბათი ეს იჭერს ამ სივრცეს ანუ გუმბათები რომ შემოვიდა გუმბათი არის პრინციპში არ არის გუმბათი იმისათვის რომ მიიღო ინფორმაციები კარგი ეს დახურვა არის იმ სივრცის რომელშიც დგახარ ანუ შენ აღარ გაკავშირი არამედ შენივე ინფორმაციას ხურავ მაგრამ თუ გაქვს სამკუთხედი ეს პირდაპირ მიანიშნებს იმას რომ ადიხარ შენ სივრცეში საიდან შეგიძლია ჩამოტვირთო ის ინფორმაცია რომელიც ერთ დროს იყო და ის არ დაკარგულა და არსებობს. ამიტომ ინფორმაციების ჩამოტვირთვა ამ ხრივ ხდებოდა და როდესაც უკვე გუმბათები შეიქმნა, გუმბათმა დახურა ეს სივრცე. ანუ შენ შეიძლება იდგე ეკლესიაში, მაგრამ ეს გუმბათი გიშლის ხელს რომ შენ ამ ინფორმაციას დაუკავშირდე. ამიტომაც ჩვენი ძველი ეკლესიები იყო ყოველთვის სამკუთხა აი ესეთი ფორმის თავსახურები, ხო? და აქედან უკვე პირდაპირ კავშირს იღებდი იმ ინფორმაციებთან ჩამოდიოდა ცაში, ანუ აი ამ ცანის ნაწილში და შენ შემდეგ ერთი ღამე დაიძინებდი და გაიღვიძებდი თუ როდის იქნებოდა, გაგეხსნებოდა ეს ინფორმაცია. ამიტომ იქიდან გამომდინარე რომ მართლობა ამ დედამიწაზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ პირებისთვის, ვინც ძალაუფლებამოსილნი და მოყვარულნი იყვნენ. მათთვის მნიშვნელოვანი ის კი არ იყო, რომ ხალხი გახსნილი ცით ყოფილიყო და გახსნილი ცით ევლო, არამედ მათთვის მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ მათ ქონოდათ წვდომა ამ ინფორმაციაზე და დანარჩენი დაექვემდებარებინათ ის მასა თავის თავზე, რადგან მათ ქონოდათ პატივი. აი ეს არის პატივმოყვარეობა ყველაზე დიდი ცოდვა მეგობრებო და არა ის რომ ადამიანი მოინდომებს ისევ ამ ინფორმაციას წვდომას რაც შეატრიალეს ის არ არის პატივმოყვარეობა რომ ადამიანს სურს ეს ინფორმაცია ეს ბუნებრივი მდგომარეობა ადამიანის რომ იღებდეს გამუდმებით მონაწილეობას აი ამ ცის გახსნაში ცანში ცნობაში, ხო? ვიცანი, ხო, რომ იტყვიან, ვიცანი, შევიცანი, შევიმეცნე. ხო და აი ამ ცანის მნიშვნელობა, მეგობრებო, დახურეს
და ახლა თქვენ როგორც რა ქვია დამონებული ცხრები ისე მიგდენიან ეკლესიაში, გაგდენიან ეკლესიიდან. ხოლო თვითონ ის ცნობიერება, რომელიც თვითონ აქვთ დახურული, ხო? ქრისტე რო ეუბნება არც თქვენ შედიხარ და არც სხვას უშვებთო. აი მაგათ ეუბნება, რომელებიც დღესაც ზიან როგორც ესეთი მეუფეები, ტიტულარული ისინი რა ქვია მაგათ ტიტულარული კი არა და როგორც ეპისკოპოსები, როგორც მიტროპოლები, როგორც უწმინდესები და უნეტარესები, ესეთი ბჭყალებში ჩასმული. ხო და ეს უწმინდესები და უნეტარესების გველები კი ამ ინფორმაციებს ახშობენ. რა თქმა უნდა, ადამიანს სურს ღმერთთან კვლავ კავშირი, ეს არის ის კავშირი, რომელიც ესეთ ადგილებში იხსნება. ამიტომ მე გირჩევდით, გადით ბუნებაში, იარეთ, დადეკით მთის წვერში, რაც შეიძლება მწვერვალში და აი იმ მწვერვალიდან მიიღეთ ღმერთისგან ის ინფორმაციები, რომელიც იყო, არის და იქნება. ანუ არ არის დაფარული რომ არ გაცხადდეს, არ არის აწყო რომელიც წარსულს და მომავალს თავის თავში არ შეიცავდეს, არ არის წარსული და მომავალი რომელიც აწყოში არ იყოს, არ არის დრო რომელიც იკარგებოდეს, ასე რომ ყველა დრო აქ არის. ახლა დაგემშვიდობებით წავედით, ჩვენ გავაგრძელეთ გზა, გაკოცეთ და იქნებ მერე კიდე შემოგიერთდეთ ახალი ამბებით. წავედით.